დაბრუნდით რეკლამიდან ძალიან საინტერესო იყო რუსკას მოსვლა ჩვენთან სტუმრად, რომ ძალიან ბევრმა მოითხოვა ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვეს, თუმცა არ ვიცი ამდენად საინტერესო თმები როგორ მაგრამ აინტერესებს ახლა და საინტერესოა. თმები განურა, როდის გამი როგორ ერთი ოპერაციის გაკეთებას ხო არა, მე ცხვრის ოპერაციას არ ერთი კითხვა მაქვს ორივესთან. ნანკა, ნუ მეჭყობები ძალიან. თუ ჩაგრავს დიდი რო ამ ჩაგრავს. უთხარი რომ პატარა როლი მაქვს ესეთი შეთავაზებული. მე მაინტერესებს. ეკასთან არ დამარეკინო ეხლა. ცხოვრება ვიზრდით მებს. არ მესდე. იმიტომ რომ იჭრი ყოველ ერთ თვეში ერთხელ. არა, მე თქვენ ორივეს გაქვთ ძელი თმები როგორ? არა, მე უბრალოდ 3 წელი არ მოვკიდე ხელი საერთოდ, აი ბოლო ჭამები ბოლოს აი ესე მიხდნენ, მაგრამ ნუ აი არ მოვიჭერი და 3 წელიწადში გამეზრდა ესე. ანუ 3 წელი ბოლოებსაც არ იჭრი? არა, ბოლოები არ მომიჭრია მაშინ. მე გამეზარდა, ანუ ძალიან მალე გამეზარდა, მეზრდება მალე, მე მოვიჭერი იმდენი რამდენი საჭირო იყო და დავიტოვე იმ დონეზე, რამდენიც მჭირდებოდა, ანუ ესე. აჰა, ეს არაპირებ არასდროს მოვიჭრე. ხო და იმას მოყოლო არ გესებს თუ არა, ცხვირის არც აპირებს. აღარც ვაპირებდი, ხო იცი, აპირებდა ცხვირის ოპერაციის გაკეთებას, მე აი ესე დავდეგი, მიუხედავად ორჯერ გავისწორე და ამას ყველა ღაღადებს რომ ნამკას ორჯერ ცხვირის ოპერაცია გაკეთებ. გავისწორე, არ მესუნთქა თუ რა ვქნა ვერ გა. გიდე ქონდა, გიდე. და ხტილი მქონდა ამოვარდნილი ჩამისვეს. არ გამეკეთებინა, თუ რა ხდება ვერ გა. არ უნდა გესუნთქა ეთქვა. არ უნდა მესუნთქა, თუმცა რუსკა შეხო სუნთქავ კარგად. მე სუნთქავ და ყველას მაგას და არ გაბედო, აი შენ არა, შენი მთელი ყიბლი და ეშხი არის, შენი აი ეს ცხვირი. არა, აუცილებლად ან ძალიან მაგრამ ახლა ძალიან გადავიფიქრე ეს საერთოდ აღარ ვფიქრობ ამაზე. იმიტომ რომ მე ვიცი ვინც ჩაგიდო თავში და იმას ვინ? არა, ცხვირი გაკეთება. გასისულელია, ესეთ ლამაზი ადამიანი ხარ, თვითმყოფადი შეიძლება ითქვას, არაფერს არ ახო ხელსად, არ შეეხო შენ თავს. ეს თავიდან ძალიან ავარდა მთელი ამბავი, რომ რამხელა ცხვირი აქ, რამხელა ცხვირი აქ, ანუ ის რეკლამა რო გამოვიდა. იმ რეკლამას შეუდარებ. რამხელა და ემაგაზე გავგიჯდი თავიდან, რომ იქ რა დავაშავე. ეს პიპკიას ხო, სუსუ პირველი რო გამოვიდა, მაშინ ძალიან დიდი ამბავი ატყდა, რომ რამხელა ცხვირი აქ და. ნუ ეს ყოველთვის ჩაცია, ყოველთვის ისე ყველა სიმპათიას ვერ დაიმსახურებ. რა თქმა უნდა, მაგის იმედი არც მაქვს, მაგრამ ეხლა ეხლა ყველა სიმპათიას იმსახურებ აბსოლუტურად, იმიტომ რომ მართლა ყველაზე მოთხოვნადი ხარ. არ შეეხო, ტუჩი არ დაიბერო და საერთოდ დაანებე ახალი ჭოი რო გავარდა, რომ ეს ქვედა ტუჩი მაქვს დაბერილი. მე ჩემზე ისეთები მოვისმინე რა. არა, დაბერილი, აი, საერთოდ არ ვცნობ ეგეთ რაღაცას. არა, ვიცი რომ არ გაგვიგო. არა, არ შეეხო, შენ თავს რა მაგარი თქვენთან სახლში ძალიან. და ხშირად გამოიარე ხოლმე სტუმრად. ყავას მე გაგიგებ. რა ვქნა, გაგიშვა? ხო, იცი და წავიდე, ძალიან მინდა მართლა ძალიან კარგია თქვენთან, აი გავგიზა, მე დავრჩებოდი ძალიან დიდი ხანი, მაგრამ ფეის კონტროლის პირველი გადაცემის სტუმარი იყო რუსკა მაყაშვილი. რომელიც გაიარა ფეის კონტროლი ჩვენთან. რა მუსიკა მოვხებდა, რამე წაუმღერე, ისე აი რა მომიხარ რა ასოციაციას იწევს ახლა რომელი მუსიკა ვარ შენ რაღაცა ბედნიერს და ისეთი აი რაზე ცეკვავს იმ რეკლამაში? აი გედა ესე ვეცავი. აი ეს წავიდე მე გაგაცი. წავედი. როგორ მიდიხარ ეს უნდა წავიდე მე? ესე უნდა წავიდე. წავედი. კოცი და ძალიან მიყვარხარ ჩვენ. გაგვიხარდა რომ გამოგვია. მე უფრო დამიჯერეთ. კოცი ბიჭი და წავედი. ვის მეჭდა მე? არა, მე წავედი. რედაქტორი. პაკა. რა კარგი. რაღაცა არ მინდოდა გაშვება. მეც არ მინდოდა. კაი, ეხლა არ მინდოდა. მოყევე ხა რუსკაზე ჭორა. რა საყვარელი ადამიანის. არ გამიგია ისეთი ბოროტული ჭორა. ეხლა ყველაზე გამიგია რუსკაზე. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს. ხო, ყველას უყვარს აბსოლუტურად ამის დასტური ჩვენ მივიღეთ. იმიტომ. აუ სათვალე. არა, აშკარად ყველას უყვარს ეს ადამიანი, იმიტომ რომ მართლა ძალიან დადებითი ადამიანი, მე პირადად ცუდი არაფერი არაზოს არ გამიგია რუსკაზე და ცუდი ჭორი, ბოროტული ჭორი. ერთადერთი ევგენძემ ძალიან საინტერესო რაღაცა რომ ეს არის ქალაქი, სადაც ყველას უნდა რომ უყვარდეს, სიყვარულს ძალიან ანუ სათუთად ექცევიან, თქვა ვიღაცები, მაგრამ საკმარისია ვიღაცები ძალიან შეუყვარდეთ ერთმანეთთან, ძალიან ლამაზი იყოს ადამიანი. აი მომენტალურად იწყება გაფუჭება ამ ყველაფრის. ხო, რატო ხო? და მე ანუ დაუბრუნდები იმ პირველ ვიდეოს, რომელსაც მე პირადად პირველ ადგილს მივცევდი დათუნა მაჭავარიანს და მეც პირველად სალომეს, მარჯვით სალომე თბილისში ახლა თუ წასულია, სად არის ვერ გეტყვი, მაგრამ მე მგონი ამერიკაშია. ხო და ანუ იყო ეგ ისტორია, ვიცი რომ ამერიკაში იყო, მაგრამ ხო შეიძლება ჩამოვიდა და აი ეს რო უყარს ორ ადამიანს ერთმანეთს, ხო შეიძლება გააფუჭოს ვინმე?
იცი რა არის, შეიძლება მესამე არ ვიცი კონკრეტულად ხას მესამე ადამიანი თუ ძალიან მოინდომა და ჩაერთო, არ ვიცი, როდესაც ძალიან უყვარს, თუმცა არა, მე მქონდა ესეთ შემთხვევა, ანუ ვიყავი სახლში, ველაპარაკებოდი ადამიანის ტელეფონზე, ანუ დავიძინე, მე ზუსტად იცის ადამიანი ვარ, დავიძინე მასთან ერთ, ანუ ტელეფონით და მე საუბრა დავიძინე. დილით უნდა გამდეობნებიან, რომ მე ვიყავი კლუბში და ნუ მთელი ამბავი. იქ ძალიან ვერთობოდი და თუდად ვიქცეოდი, ოღონდ ვიყავი სახლში და მას ველაპარაკე. იმ დონეზე, ესე იგი, შეუძლია მესამემ გააფუჭოს რაღაც. საერთოდ ეს მას დააბიწყდა კიდეც რომ მას ველაპარაკებოდი, არაფერი და დარწმუნებული იყო რომ მე მართლა წავედი კლუბში. ანუ იფიქრა რომ შენ ამ დროს რომ დაემშვიდობე და ვიზინებ და ამ დროს წახვედი, ხო? ანუ მე ამიტომ მეშინე ხომ რა ადამიანებს ძალიან რო უყვართ ერთმანეთს ეს დისტანცია როცა არის მით უმეტეს ამ დროს ვიღაცები სარგებლობენ ხოლმე და იმედია სალომეზე დათმოს ყველაფერი კარგად ექნება. იცი რა არის დისტანციაც არ არის საჭირო ნანკა ხანდახან ისე სარგებლობა. ხო მაგრამ აი მით უმეტეს გამოცდილი გაქვს ხო? სამწუხაროდ წარე მე მიხარე რომ ჩვენი რუსკა მაყაშვილი არის ძალიან შეყვარებული, უდისტანციოდ შეყვარებული და ძალიან ბედნიერია იმ ადამიანთან ვინც ყავს. მოგულება რომ ვერანაირი ხმა მათ სიყვარულს ვერაფერს ვერ უზავს. ერთი გაბედოს ვინმე მაგ ვარ მე. მოკეთ დათუნა მაჭავარიანი ვიდეოების იცი რატომ მოიგო? იმიტომ კი არა რომ მე უბრალოდ მგონია რომ მე მესმის რომ რაღაც საიტიდან იპოვო ეს ვიდეო და დადო. ძალიან ბევრი ფოტო იყო რომელიც თემატური არ იყო, თუმცა აქტიური იყო. სანდრო მაგალითად ერთი ბიჭი იყო, სანდრო აქტიური ფოტოები ქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ხელით გაკეთებული. თვითონ ტელეფონით გადაღებული ვიდეო იყოს, რა მნიშვნელობა აქვს? ანუ ვიდეო, ფოტო თქვენი გაკეთებული თუ იქნება, ას მაგად დაფასდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ხელით ქმნიან რაღაცებს და საკუთარ ტვინს თავენ. ანუ თქვენ თვითონ თუ გადაიღებთ ამ ფოტოებს, ვიდეოებს, ჩვენთვის უფრო საინტერესო იქნება და ადარჩება ადამიანებს. ხო, რა თქმა უნდა, ყველასთვის ვინც უყურებს ამ გადაცემას, იმიტომ რომ საინტერესოა თქვენ რას აკეთებთ, თორე თქვა YouTube-დან რომ ატვირთოთ ვიდეო, ნუ დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ჯობია რომ თქვენ თვითონ გააკეთოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ უფრო საინტერესო იქნება. საინტერესო იქნება. მოკლედ handmade გვინდა რა, თქვენთვისაც კარგია, უფრო რაღაც мотиваცია გექნებათ რა გააკეთოთ, თემის მიხედვით შეგიძლიათ გააკეთოთ რა თემასაც მოგაწვდით. პრინციპში შეგიძლიათ თემა თქვენც მოგვაწოდოთ, რამე თუ ისეთი გინდათ განვიხილოთ. მე მინდა გიორგი საათაშვილს პირადად მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ძალიან აქტიური იყო და გიორგი გადაიღე შენით გადაიღე ფოტოები, უფრო საინტერესო იქნება. შენით გადაიღე ასევე ვიდეოები და აგვიტვირთეთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგია, რასაც შენი აქტიურობა, მაგრამ ჯობია რომ შენ თვითონ გააკეთო. მოკლედ, გიორგი საათაშვილს დიდი მადლობა და ოტია მიქაძე იყო ასევე აქტიური ძალიან, რომელმაც დაგვიდო ეს ფოტო, რომელიც ასევე თემატური იყო ეს დროს დისტანციაზე სიყვარული. ოტია ხო არ მოვიცვიოთ? შეიძლება. ოტია, არა მე მაინც აი დიდი სიამოვნებით ნახავდი ჩვენთან სტუმრად ყველა ადამიანს, მაგრამ მე მაინც საკუთარი გაკეთებული, მაინც ჩემთვის რომ მნიშვნელოვანი იქნება და ყველასთვის. იმის გამო რომ ის როგორი ხედვა აქვს თუნდაც. ხო, რა თქმა უნდა. უფრო საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა. ანუ იმის გამო რომ ჩვენ არ გვაქვს თქვა ერთი ვიდეო იყო დათუნა მაჭავარის რომელიც იყო თვითონ გაკეთებული, თვითონ გააკეთა, დათუნას ჩვენგან აპლოდისმენტები, იმიტომ რომ მოიგო საუკეთესო ვიდეოები. დათუნას მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო, რომ ესე შეუძლია უყვარდეს და ესეთი უნარი აქვს სიყვარულსაც ქართულ მამაკაცებისთვის ცოტა ის არის, ანუ უყვართ, მაგრამ ურჩევნია წავიდეს და გიყიდოს რაღაც საჩუქრ